გამარჯობა ყველას ჩემო კარგებო, აბა როგორ ახართ? მოკლედ მოვედი ისევ თქვენამდე და დღეს არის 5 ივნისი. Heute ist der 5. oder? დღეს 5 ივნისია, ხუთშაბათი დღე. გერმანიაში ისევ დასვენება გვაქვს, მოკლედ ძალიან განებიურებული ვართ ამ დასვენების დღეებით. მაის ძალიან ბევრი დასვენების დღე ჰქონდა, მაგრამ ივნის მხოლოდ დღევანდელი დღე აქვს, ერთადერთი დღე დასვენება. არის ასევე რელიგიური დღესასწაული Frohleichnam და მოკლედ ახლა რამოდენიმე დღის წინ აღმოვაჩინეთ აქვე ჩვენთან ახლოს ქართული რესტორანი. უბრალოდ ანდრეასმა აღმოაჩინა და დღეს დავრეკეთ, დღეს თუ მუშაობენ და კიო გვითხრეს და მოკლედ ახლა მივდივართ. ძალიან მაინტერესებს ინტერნეტში ვნახე, კარგი გარემო აქვს და ვნახოთ აბა კერძები როგორ მოგვეწონება. მოკლედ წავედით. აქ არის ანაბელი და მიირთმევს ნაყინს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ცოტა აგვიცივდა, წვიმდა ძალიან დღეს კოლნში. ბელე, დაუქნიე ჩვენს მაყურებელს ხელი. უთხარი გამარჯობა. გამარჯობა, ჰალო. აქ როგორც ხედავთ, ჩემო კარგებო, უკვე შემოვედით ქართულ რესტორან მარანში. თავიდან ცოტა კუთხის მაგიდას მივუჯექით, რადგან სამადგილიანი იყო, მაგრამ შემდეგ სულ მალე მივხვდით, რომ ძალიან ვიწროთ ვიჯექით და იმტან ქალბატონს ვთხოვე, რომ ჩვენთვის იქვე კუპეში არსებული მაგიდა გაეთავისუფლებინა და გადავჯდებოდით და რა თქმა უნდა მან მაშინვე დაგვეთანხმა და როგორც კი გაასუფთავა მაგიდა გადავჯექით. მალევე ბადრიჯანიც მოგვიტანა პატარა შოთის პურებთან ერთად, რომელიც ძალიან გემრიელი იყო. შემდეგ ხინკალიც მოვიდა, როგორც ხედავთ ანდრეასისთვის და მერე ბოლოს ხაჭაპურიც მოყვა, საკმაოდ ბევრი ხალხი ჰყავდა და მითხრა, რომ ცოტა შეაგვიანდება ამ ყველაფერსო, როგორც კი ბადრიჯანი მოგვიტანა და მე რა თქმა უნდა ვუთხარი, რომ არა უშავდა და შევედი მის მდგომარეობაში. აქ ვცდილობ, რომ ჩემთვის რაღაცები გადავიღო. ანაბელი მოусვენრად იყო, დარბოდა აქეთ-იქეთ, მაგიდასთან ვერ გავაჩერეთ. შემდეგ მამამისმა კალთაში ჩაისვა და ასე შეეცადა მის გაჩერებას და მოკლედ საკმაოდ ბევრი ხალხი ჰყავდათ აი ამ დასვენების ფაიერტაგის გამო. მე ცოტა ვცდილობდი, რომ დეკორაციებიც გადამეღო. საკმაოდ ლამაზად იყო რესტორანი, ქართული დეტალებით გაფორმებული, რომელიც ძალიან მომეწონა და მოკლედ აქ უკვე ანაბელი აღარ ისვენებს და უკვე გადახდის პირას ვიყავით მისული და უკვე მოვდიოდით. ეს ძალიან ლამაზი ქართული თბილისის პანორამაა. მეთეხი. მოკლედ შემოკარგებო, ეს წუთია რაც სახლში შემოვედით და საკმაოდ დავიღალეთ. ანაბელმაც არ გვაცალა, დაიღალა და დაიწყო მერე აქეთ-იქეთ სირბილი და საკმაოდ დამღლელი იყო აი ასეთი რესტორანში წასვლა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილი დავრჩით და თითოეულ თქვენთაგანს, ვინც გერმანიაში ცხოვრობთ, შემიძლია რომ რეკომენდაცია გაგიწიოთ, რომ ესტუმროთ აი ამ ქართულ რესტორან მარანს. როგორც კი შევედით, მაშინვე კარგი ატმოსფერო იგრძნობოდა. ჩემთვის მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე იქნება ეს კაფე თუ რესტორანი, სადაც შევალთ, რომ დადებითი ენერგია რო აქვს რესტორანს, რო შედიხარ და ძალიან ესე მშვიდი გარემო როა, აი ამ ყველაფერს ჩემთვის მე ყველა დეტალს ძალიან ყურადღებას ვაქცევ ხოლმე. არ ვიცი თქვენ როგორ ახართ ამ შემთხვევაში, მაგრამ ჩემთვის ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და როგორც კი შევედით აი ამ ქართულ რესტორანში, გაწონასწორებული, ძალიან მშვიდი აურა იყო რესტორანში. კერძებს კი რაც შეეხება, ნიგვზიანი ბადრიჯანი შევუკვეთე, ხაჭაპური და ხინკალი, აი ეს სამი რაღაც და ლიმონათი ქართული ყურძნის. და მოკლედ თავიდან მოგვიტანა თუ არა ნიგვზიანი ბადრიჯანი, მაშინვე გვითხრა აი მიმტანმა ქალბატონმა, რომ ცოტაო დააგვიანდებაო ხაჭაპურს და ხინკალსო, ძალიან ბევრი ხალხი ყავსო და ცოტა სტრესი მაქვსო და კარგი მეთქი არა უშავს თქო.
რა თქმა უნდა შევედი მის მდგომარეობაში, მაგრამ აქეთ ანაბელი არ გვაცლიდა. ცოტა ისე წავედით, რომ სახში იმდანთ არაფერი არ მიგვირთმევია, რა თქმა უნდა. და ბავშვს მოშივდა იქ და მოკლედ ვეღარ მოითბინა, სანამ აი ეს ქალბატონი ხაჭაპურს მოგვიტანდა რაღაცას, ხინკალი არ მიირთვა. ხინკალი ჯერ არ უჭამია ანაბელს, არ გაუსინჯავს და ეს პირველად დაუდე იქ ერთი ცალი ხინკალი და დაუჭერი და როცა ანაბელი რაიმეს ვერ ბედავს რომ გასინჯოს. და ესე იცის ხოლმე შაფ ვითომისაო ცხარეაო. ამ დროს საერთოდ არ ქონდა სიცხარეო, ანდრეასმა მითხრა. ნუ ანდრეასი რო ასე მეტყვის, ანდრეას საერთოდ ცხარე არ უყვარს. ესე იგი მართლა არ იყო ცხარე და მე როგორც იცით ხინკალს არ გიახლებით და არ ვიცი, ვერ შევაფასებ გარედან, კარგად გამოიყურებოდა და საკმაოდ დიდი ხინკლები იყო, როგორც ნახეთ წეხან ვიდეოში. ბადრიჯანი გემრიელი იყო. ვერ ვიტყვი რომ არ იყო გემრიელი, მაგრამ ჩემთვის ახლა როგორც ქართველისთვის მე ძალიან მიყვარს რომ სუნელი კარგად ეტყობოდა, მაგრამ მარილი დამაკლდა. სიცხარე საერთოდ არ ქონდა. ძმარიც დამაკლდა. ჩვენ ხო ცოტა კარგი შეზავებული კერძები გვიყვარს როგორც ქართველებს და ვიფიქრე რომ ალბათ გერმანელებისთვის არის სპეციალურად ესე ცოტა ნეიტრალურად შეკმაზული, რომ ამათ ძალიან შეკმაზული კერძები არ მოსწონთ. მე როგორც ვიცი, ანდრეას არ უყვარს ძალიან ისე წიწაკიანი და ძმრიანი და რაღაცა და მე მაგალითად ძალიან მიყვარს, რომ განსაკუთრებით ნიგვზიან ბადრიჯანს, რომ ცოტა ძმარი ეტყობა, აი ენაზე რომ ცოტა როგორ გითხრათ, დაგშუშხავს, ну იმერეთში ალბათ ასე ვიტყოდით, ცოტა რომ ძმარი რო ენაზე ოდნავ მოგხვდება. მარილი მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ მარილს მე იმდენად არ გიახლებით, ვერიდები და რაღაც, მაგრამ აი ნიგვზიან ბადრიჯანს ცოტა მარილი ხო უნდა ეტყობოდეს. საერთოდ ისე იყო ბადრიჯანის შემწვარი, უმარილოდ იყო. და მარტო ნიგვზის შიგთავს ქონდა მარილი, როგორც მივხვდი და არ ყოფნიდა აი ამ ზეთში შემწვარ ბადრიჯანს. ზუსტად 5 ცალი მოგვიტანეს და გვერდით იყო აი პატარა, როგორ გითხრათ, პატარა პურები, ოდნავ ზეთში, ესე იგი ლავაშის პატარა პურის ნაჭრები, რომ ზეთში ცოტა მობრაწო, ძალიან გემრიელი იყო, მაგრამ მე პირადად რატომღაც ველოდებოდი, რომ მჭადი მოყვებოდა, იმიტომ რომ მე იმერელი ქალი ვარ, როგორც იცით და ნიგვზიანი ბადრიჯანი ჩემთვის მჭადის გარეშე, არ ვიცი, წარმოუდგენელია, ასე რომ მჭადი მეგონა რომ 1-2 ცალი მაინც თანვე იქნებოდა, მაგრამ არ იყო და ცალკე მჭადი არ დამინახავს, მენიუში არ შემიმჩნევია, თორე აუცილებლად შევუკვეთავდი. და ხაჭაპურს დააგვიანდა, ხო, ხაჭაპურს და ხინკალსაც თავიდან მოგვიტანა ბადრიჯანი აი ამ მიმტანმა ქალბატონმა და შემდეგ მოყვა ცოტა დიდი ხნის შემდეგ, დიდი ხნის პაუზის შემდეგ მოიტანა, მაგრამ ნათქვამიც ჰქონდა რომ ცოტა შეაგვიანდებაო და ნუ გამიჯავრდებითო. ასე რომ ვთქვათ და კარგით მეთქი ხა რას ვეტყოდი ხო ადამიანს ამდენი ხალხი ჰყავდა სტრესი ჰქონდა და მესმის ასეთი რაღაც, მაგრამ ანაბელმა არ მოითბინა, ადგებოდა, დაჭდებოდა, გაიქცეოდა, გამოიქცეოდა, მერე გარეთ წასვლა უნდოდა და მოკლედ ასე გავატარეთ მთელი საღამო. თუმცა რა 1-2 საათი ვიყავით ალბათ და ეს უკვე დიდი იყო ანაბელისთვის, აი ეს პატარა ბავშვებს მოგეხსენებათ, მოთმინება არ უყვართ და არ გააჩნიათ. ხინკალი როგორც გითხარით, ხინკალი მე არ გამისინჯავს, გარედან კარგად გამოიყურებოდა, თუმცა ერთი ცალი ანაბელს გადმოუხედა, რომ დავჭერი წვენი გადმოვიდა, ხორციც რა ვიცი, კარგად ქონდა შიგნით, როგორც ეტყობოდა და მერე ხაჭაპური მოიტანა ბოლოს. ცოტა ჩემთვის თითქოს ძალიან დიდი ხანი ქონდათ ღუმელში, ცოტა თითქოს დამწვარიც კი იყო, როგორც ვიდეოში ნახეთ, მაგრამ ძალიან გემრიელი ხაჭაპური იყო. თხელი ცომი და აი რასაც ქვია ყველი გადმოსდიოდა და მე მგონი სულგუნიც კი იყო შიგნით, აი რომ გავტეხე ხაჭაპური ხელით დავტეხე, დაჭრილი იყო პიცასავით, პიცას რო ჭრიან ისე. მოკლედ ძალიან გემრიელი იყო. აი პირში რო დნებოდა და აი მარილიც რო
ძალიან ისე კარგად ქონდა, არანაირი გადამეტებული მარილი არ ქონდა და აი ყველი რასაც ქვია ძალიან ბევრი იყო და იწელებოდა. ვფიქრობ რომ ქართული სულგუნიც კი იყო შიგნით ძალიან გემრიელი ხაჭაპური იყო. აუცილებლად გაუწევდი აი ამ ქართულ რესტორან მარანს რეკომენდაციას და ვინც კოლნში ცხოვრობთ, აი ამ ქართველებისგან თუ მიყურებთ რომელიმე, აუცილებლად წადით და ესტუმრეთ ქართულ რესტორან მარანს და ჩვენ ახლო მომავალში აუცილებლად ვესტუმრებით. ну შემდეგ უკვე ანაბელმა რო აღარ მოითმია და რაღაცა დავემშვიდობეთ ამ ქალბატონს ანდრეასმა გადაიხადა და წამოვედით და მე თითქოს მომიბოდიშასავით აი ამ იმტანმა ქალბატონმა სამწუხაროდ არ ვიცი რა ქვია თორეს ახლს გეტყოდით და მითხრა რომ იმედია მოგეწონათო და ისაო კიდევ გვესტუმრებითო და კი მეუთხარი აუცილებლად და ყველაფერი გემრიელი იყო მეთქი და დავემშვიდობეთ და წამოვედით მოკლედ აი ესეთი დღე გქონდა. მოკლე სამუშაო კვირა გამომივიდა და უფრო გრძელი შაბათ კვირა ამ კვირაში და ძალიან მიხარია. შაბათს ისევ ჩვეულებრივი რეჟიმით ვიმუშავებ სამსახურში. მე კი აქ მინდა დღეს ყველას დაგემშვიდობოთ. იმედია მოგეწონათ ჩვენი პატარა საღამო დღის ვლოგი. თუ როგორ მივირთვით ქართულ რესტორანში. ყველანი ძალიან მიყვარხართ, როგორც მათყობთ, საკმაოდ დავიღალე და ვეღარ ვუყრი წინადადებებს თავს. მე აქ დაგემშვიდობებით. ყველანი ძალიან მიყვარხართ, თქვენი მაკა დროებით მომდევნო ვიდეომდე. ნახვამდის ჩემო კარგებო. ნახვამდის.